მადლი და მშვიდობა ზვირფასებოდა სრულიად საქართველო. კარგახნის შესვენების შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, მე თქვენ კვლავ გიბრუნდებით იგივე პატივისცემით და სიყვარულით, რაც გაგვაჩნდა ერთი მეორის მიმართ. პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ 2025 წელს. გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლეს. ამდენი ხნის განმავლობაში, რაც მე თქვენთან არ ვიყავი და დღესასწაული იყო ქრისტიანული, ყველა მათგანს გილოცავთ და გისურვებთ მისი მადლი არ მოკლებოდეთ თქვენს ძვირფას ოჯახებს და სრულიად საქართველოს. მე თქვენთან სიახლით დავუბრუნდი. გახსოვთ ალბათ ჩვენ ვახსენებდით ასეთ რუბრიკას, რომ იქნებოდა მალე ჩემი ნააზრევი, იგეგმებოდა წიგნის გამოცემა და აი ღვთის წყალობით ეს წიგნი უკვე არსებობს. მას დავარქვი ასეთი სახელი: ურთულესიდან უმარტივესამდე. ანუ ფიქრები მართლმადიდებლობაზე. ჩემო ძვირფასებო, მე მინდა ტელევიზიის სახელით დიდი მადლობა გადაუხადო წიგნის რედკოლეგიას, ბატონ ზაური ნაჭყებიას თამადობით, წიგნის გამფორმებელ მხატვრებს, ქალბატონ ნინო კოხტაშვილს, რომელმაც პირველ გარეკანზე გამოხატა თავისი არაჩვეულებრივი ნახატი მზის გულა ანგელოზი და ჩემ უერთგულეს მეგობარს, ბატონ გიორგი კიკაძეს, რომელმაც ესე ჩემი პორტრეტი განათავსა ამ წიგნზე. დიდ მადლობას ვუხდი ტელეკომპანია პლუს, რომ მე ამის საშუალება მაქვს და დღეიდან ღმერთმა ინებოს მე გადაწყვეტილი მაქვს აი ამ წიგნიდან ყოველ გამოსვლაზე წაგიკითხოთ თითოეული ჩემი ნააზრევი. მინდა გითხრათ, რომ ეს წიგნი ძალიან, როგორც მითხრეს, კარგი გამოვიდა. შეიძლება ითქვას ასეცო, ბატონმა ზაური ნაჭყებიან, წიგნის რედაქტორმა მითხრა, რომ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე კარგი, რაც აქამდე გამოგიცია. ჩვენ ამ წიგნს გზადაგზა გავეცნობით და თვითონ გამოვიტანოთ დასკვნა, ღირდა თუ არა ამ წიგნის გამოცემა. ეს შემდეგში. ახლა კი მე ვასრულებ ჩემს დანაპირებს, როგორც გითხარით, ჩვენ კითხულობდით სახარების განმარტებებს, გავიარეთ თანდათანობითი ეტაპები და ბოლოს დავასრულეთ ხარების თაობაზე. ყოვლა წმინდა ღვთისმშობელს რომ ახარა თავარანგელოზმა გაბრიელმა და აი როგორ განვითარდა მის შემდგომი მოვლენები, ამას კვლავ და კვლავ გაგვაცნობს წმინდა ნიკოლოზ სერბი, რომლის თარგმანსაც მე წარმოგიდგენთ დღეიდან და ქვია ასე: ქრისტეშობის მსახურებაზე წაკითხული სახარების განმარტება, სახარება პირმშოს შესახებ. დავაკვირდით, უკვე ცალკე გამოიყო სათაური და იცით რატომ? იმიტომ რომ 4 სახარება იქნა ქრისტეშობის მსახურებაზე წაკითხული და ჩვენ 4-ვე მათგანს აი ესე დაწვრილებით დეტალ წერტილმძიმე გავეცნობით.
მაშ ასე. სახარება მათესი, თავი პირველი, მუხლები 18-დან 25-ის ჩათვლით. ის, ვინც მორჩილებით და სიმდაბლით მიუდგება უფალ იესო ქრისტეს, მეტად აღარ მოისურვებს მასთან განშორებას. ქრისტესთვის ახალწეულ მებრძოლების ვარჯიშის არს ზუსტად სიმდაბლე და მორჩილება წარმოადგენს. ამ ორი რამის თავის თავში გააზრებით და დამკვიდრებით იწყება ახალი სამყარო, ახალი ქმნილება და ახალი კაცობრიობა. ძველმა სამყარომ ღვთის მორჩილება და სიმდაბლე ფეხით გათელა, რითაც მიწის და ცის კავშირი დაარღვია და მოშალა მათ შორის გადებული ხიდი. ახალი ხიდის ასაგების სულიერი სამშენებლო მასალა უწინარეს ყოვლისა სიმდაბლე და მორჩილებაა. ვიდრე ადამი ამ ორი რამით მდიდარი იყო, იგი ერთმანეთისგან ძლივს ანსხვავებდა საკუთარ სულსა და ღვთის სულს, საკუთარსა და სახმთო ნებას, საკუთარ ფიქრებსა და ღვთაებრივ ზრახვებს. მას არც შეეძლო და არც გრძნობდა და არც მოუსურვებია რამე ისეთი, რაც ღმერთში და ღვთისაგან არ იქნებოდა. ანგელოზების მსგავსად იდგა ადამიც მარად ღმერთთან უშუალოდ ახლოს და უახლოეს სიახლოვეში ჭრედდა სიბრძნის, სიყვარულის და ნათელის პირველ წყაროს. ცხოვრობდა რა თავად მზის სიღრმეში, არასოდეს დასჭირვებია რომელიმე სანთლის ანთება. რამე თუ ეს უკანასკნელი ამ შუაგულ სიღრმეში არც ჩაიწვებოდა და ვერც გაანათებდა. მაგრამ როგორც კი მან დაარღვია მორჩილება და დაკარგა სიმდაბლე, მათ კი ერთდროულად ან შეიძინენ, ან კარგავენ, მაშინ შეწყდა მისი ღმერთთან უშუალო ურთიერთობა. ხიდი ჩამოინგრა და იმ საშინელ ნესტიან სიბნელესა და სიმყრალეში ჩავარდა, სადაც უკვე იმ სანთლით გახდა იძულებული იქაურობა, რომ გაენათებინა, რომელიც ღმერთს თავის მოწყალებით მაინც მიეცა მისთვის, როცა ეს უკანასკნელი გამოაძევა სამოთხიდან. მაშინ ამ საბრალომ არა მხოლოდ შეიგრძნო და გააცნობიერა სხვაობა მასა და ღმერთს, საკუთარ ნებასა და ღვთაებრივ ნებას, საკუთარ გრძნობებსა და ღვთაებრივ გრძნობებს, საკუთარ ზრახვებსა და ღვთაებრივ სიბრძნეს შორის, არამედ ხანდახან მცირე გასხივოსნების შემთხვევაში ძლივსღა ამჩნევდა ღვთაებრივ ხატების მასთან მსგავსებას. საკუთარი ურჩევითა და ამპარტავნებით ამგვარ უბსკრულში დაინთქა ის, ვინც თავდაპირველად შექმნილი იყო ხატებად და მსგავსად ყველაზე წმინდა და ღვთაებრივ სამებისა. უბიწო ადამიანში ღმთის ხატება და მსგავსება მისი ნეტარების წყარო გახდათ, ხოლო დაცემულ ადამიანში კი მხოლოდ ნეტარების მოლოდინი. გვეუბნება ნეტარი ფილარეტ მოსკოველი სიტყვა ტაძრად მიყანებაზე. და ჰოი რომ ჩვენ ყველანი ადამიანის მოდგმა ვართ, ყველანი იმ მოჭრილი ლიბანის, ნაძვისა და ფიჭვის მოსხეპილი კუნძები ვართ, რომელიც ოდესღაც დიდებულად ატოტვილი მაღლდებოდა და ბრძანებლობდა ყოველგვარ საღვთო ქმნილებაზე სამოთხეში. ის კვირტები ვართ, რომელთა ზრდაგან ვითარებას ჩვენ და უკვდავი სიყვარულის უდიდეს წყაროს შორის ჩამოშლილი ბნელი ფარდის მიზეზით გაჩენილი სარეველები და ეკალ ბარდები აბრკოლებენ. ხოლოდ იხილეთ, თითქოს და ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით კაცობრიობის პირველ მშობლის ურჩება და ამპარტავნება იქვეცვლის მის ირგვლივ არსებული საღვთო ქმნილებათა ამ საბრალოსთან ურთიერთობას და დამოკიდებულებას და ასევე სხვა ურჩების და ამპარტავნების უზარმაზარი არმია გარს ერტყმის და თავს ესხმება მას.
ვიდრე ადამის საკუთარ შემოქმედის მორჩილებით და სიმდაბლით მის წინაშე ნეტარებდა, მთელი მისი გარემოცვაც იგივე მორჩილებით და სიმდაბლით მის მიმართ სუნთქავდა და არსებობდა, მაგრამ აქ იხილეთ დეკორაციათა მეყსეული ცვალებადობა. ადამიანის დაცემის შემდეგ ერთ წამშივე გარემოცვაც ურჩი და ამპარტავანი გახდა. ხედავთ მის გვერდით მდგარ ურჩ ევას. აქვეა ურჩებისა და ამპარტავნების მთავარი მატარებელი ურჩების სული სატანა. აქვე ხედავთ აჯანყებულ და უგუნურ ბუნებას, ის ნაყოფები, რომლებიც მანამდე სიტკბოებით დნებოდა ადამიანის ბაგეებში, ახლა მწარე გემოთი შხამავენ მას. მის ფეხქვეშ ადრე მორჩილად გაფენილი აბრეშუმივით ბალახი ახლა მის კაწვრას ეკლებით იწყებენ. იმით მოხარული ყვავილები, რომ მათი მბრძანებელი და ხელმწიფე ტკბებოდა მათი სურნელების ყნოსვით, ეკლების სამოსელს იცმევენ, რომ განაგდონ და ახლოს მიკარების სურვილიც კი არ ქონდეს მას. ბატკნებივით მისი მოალერსე მხეცები ალესილი ეშვები და ელვარებული მრისხანე თვალებით იწყებენ მასზე თავდასხმას. ერთი სიტყვით, ადამიანთან მიმართებაში ყველა და ყველაფერი მრისხანებით და მუქარით ახსავსზე ბუნტის მდგომარეობას იკავებს. მთელ შექმნილ ბუნებაში ყველაზე უმდიდრესი უღატაკესად შეიგრძნობს თავის თავს. მანამდე მთავარანგელოზური დიდებით შემოსილი აწისე დამცირებულად, მარტოსულად და შიშვლად შეიგრძნობს საკუთარ თავს, რომ იძულებული ხდება ბუნებისაგან ის ესხოს საკუთარ სიშიშვლის დასაფარად ხორციელი და სულიერი ტანის სამოსის. საკუთარი სხეულისთვის მან ტყავი ისესხა ცხოველისაგან და ფოთლები ხისაგან. საკუთარი სულისთვის კი ყველასგან ყველაფერი. ცოდნა და მისი რეალიზება. ის, ვინც ადრე სიცოცხლის უხწყლიან წყაროდან სვამდა, ახლა საქონელთან ერთად უნდა დახრილიყო ტალახში და მის ნაკვალევში ჩამდგარ წყლიდან უნდა ეხაპა წყალი, როგორც ხორციელ, ასევე სულიერ წყურვილის შამს. დაგლოცოთ და გაგახაროთ დედა ღვთისმშობელმა, ჩემო ძვირფასებო, რომლის ცხოვრების კითხვასაც განავგრძობთ. მას შემდეგ, რაც გაიცა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება აღწერის შესახებ, ყოველი მოქალაქე ვალდებული იყო თავის მამისეულ სამკვიდროში აღწერილიყო. გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან იოსები მარიამთან ერთად ავიდა ურიასტანში, დავითის ქალაქ ბეთლემში. ამ დროს უკვე მოახლოებული იყო მარიამის მშობიარობის დრო, მაგრამ რა კი ისიც დავითის ტომიდან იყო წარმოშობით, კეისრის ბრძანებამ აიძულა ბეთლემში ასვლა. სინამდვილეში კი წმინდა ქალწული საღვთო განგებულებას მიყავდა ბეთლემში. ამიტომ იოსები, როგორც მას ანგელოზისგან ეუწყა, დიდი კრძალვით ეკიდებოდა ამ მოგზაურობას. მან ჯერ თავისი ვაჟები და ოჯახის სხვა წევრები წარგზავნა ბეთლემში, თვითონ კი წმინდა მარიამთან და თავის ასულებთან ერთად აუჩქარებლად მშვიდად გაემართა. როგორც კი ბეთლემს მიაღწიეს, დადგა კიდეც საკვირველი მშობიარობის დრო. აღწერის გამო ბეთლემში უამრავი ხალხი შეკრებილიყო და ყველა სადგომი უკვე დაეკავებინათ, რის გამოც ისინი ბეთლემის გამოქვაბულში გაჩერდნენ. ვაი იმ ჩვენს გასაჭირს ყოველთა დაბადებულთა მეუფესა და მპყრობელთან გაუცხოებამ, რომ შეფყარა. გარე შემოუწერელის და მიუწვდომელი უფლისთვის ამ სოფლად ვერ მოიძებნა ადგილი და მას მცირე გამოქვაბულში უვარგისი ბაგა ერგო. დაუსაბამო და დაუტეველი ღვთის სიტყვა წმინდა დედას თავად მიუძღოდა ბეთლემის გამოქვაბულისკენ და როგორც სახარება გვამცნობს, ისინი იქ მანამდე იმყოფებოდნენ, ვიდრე არ დადგა მშობიარობის ჟამი და შვა ყოვლა წმინდა მარიამმა პირმშო ძე. შეახვია იგი სახვეველში და მიაწვინა ბაგაში. ოი საგვირველებავ, ცათა და ქვეყნის მპყრობელი სახვეველით შეახვიეს. დიდებული და ყოველთა
გამომზრდელი რძით იზრდებოდა. ყოველთა აღმწერელი კაცთა მიერ აღიწერებოდა. ასე აღსრულდა წინასწარმეტყველება ბეთლემისა და უფლის შობის შესახებ თქმული დავითის მიერ. არ მივცემ ძილს ჩემს თვალებს და რულს, ჩემს წამწამებს, ვიდრე არ ვიპოვი ადგილს უფლისათვის საღვთო სადგომებს იაკობისთვის. აგერ შევიტყვეთ მის შესახებ ეფრატში და ვიპოვეთ იგი ტყიან ველზე. იხილეთ ფსალმუნი 131 მუხლები 4-დან 6-ის ჩათვლით. ეს წინასწარმეტყველება მოასწავებდა უფლის შობას ბეთლემში. ამიტომაც დასძენს დავითმე ფსალმუნე. მივიდეთ მის სადგომებში თაყვანივცეთ მის ფერხთა საყრდენსო. იქვე მეშვიდე მუხლი. ან კი ვინ შეძლებდა ასე დიდებულად გამოეთქვა უფლის განუზომელი თავმდაბლობა და ეყველამ ისმინოს მისი თება და დიდება. დიდება და მადლობა უფალს და მის წმინდას ღირს მაქსიმე აღმსარებელს, აი რომელმაც ესეთი წიგნი გვაჩუქა. ახლა გავაგრძელოთ ანგელოზზე საუბარი. დაგპირდით, რომ ანგელოზთა იერარქიას განვიხილავდით. ზეციურ მხედართათვის საოცარი წესრიგია დამახასიათებელი. წესრიგი არის უფლის სიბრძნის, ჭეშმარიტების და სრულყოფილების სამშვენისი. ღვთაებრივმა გონმა ანგელოზები დაყო 9 დასად. წმინდა წერილში მოხსენიებულია ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, მთავრობანი, ძალნი, უფლებანი, ხელმწიფებანი, საყდარნი, ქერუბიმნი, სერაფიმნი. ისინი სრულყოფილი ერთობით ემორჩილებიან და ავსებენ ერთმანეთს. ნათელი უმაღლესიდან უდაბლესი დასისაკენ ეშვება. ქრისტეს დიდების ბრწყინვალება ეფინება რჩეულს. ღვთაებრივი წიაღიდან მომდინარე სიცოცხლის წყარო მათ ღვთის მიქცევის და მოქცევის დარად ავსებს. მორწმუნისათვის შთამბეჭდავია სრულყოფილი ერთიანობის ასეთი მრავალფეროვნება და ურიცხვის სიმრავლის ერთობა. ნეტარ არიან უფალო, ღმრთიური ძალები, რომლებიც შენს წიაღში განისვენებენ და საოცრებათა მხილველნი არიან. დიონისე, არეოპაგელი და ეკლესიის სხვა მამები ანგელოზებს 9 დასად ყოფენ. ეს 9 დასი 3 იერარქიად ერთიანდება. უმაღლეს იერარქიას მიეკუთვნებიან სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი. საშუალო იერარქიას შეადგენენ ხელმწიფებანი, ძალნი, უფლებანი, უმდაბლეს მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. სათითაოდ თითოეულ მათგანს შემდეგ გადაცემაში განვიხილავთ ძვირფასებო. ახლა კი წიგნის, რომელიც შეგპირდით, ფიქრები მართლმადიდებლობაზე პირველ ფრაზას აგიკითხავთ. მთელი ჩემი ცხოვრება ვეძებ ღმერთს და საბოლოოდ თუ რაიმეს მივაკვლიე, ესაა მხოლოდ სამართლიანი და ზომიერი დუმილი ირგვლივ არსებული საგნების, პიროვნებების და მათ მიერ შექმნილ გარემოებათა წინაშე. ჩემო ძვირფასებო, მათ საყურადღებოდ, ვისაც სურს ამ წიგნის სახში ქონა, მხოლოდ ელ ვერსიის მიწოდება შემიძლია მესენჯერით. იმიტომ რომ ფიზიკურად აღარ დამჩა წიგნი, ჩემო ძვირფასებო, წარდგინებაზე სრულიად დარიგდა. ასე რომ, ვისაც სურვილი გაქვთ, მომწერეთ და მე ელექტრონულ ვერსიას მოგაწვდით მესენჯერში. ახლა კი განვიხილოთ ის წმინდანები, რომლებიც ამ ახლო დღეებში იხსენიებოდა. ქება დიდება წარმავალია,
გვახსოვდეს, ვისაც ღვთის სიტყვა გვესმის. სიყვარული კი საღვთოვალია, გვიმოწმებს, გლოცავს ღირსი ალექსი. ალექსი შუშანიაზე საუბარი ძვირფასება. გვიყვარდეს ღმერთი და სათნო ვეყოთ, რომ მარად ვიქნეთ მისთვის სანდონი, გლოცავს ამისთვის, რომ ვსურდეს შევძლოთ მოღვაწეთ მამა დიდი ანტონი. სოფელსა ამას გვიკურთხოს ღმერთმა სამკვიდრო ჩვენი და სამყოფელი, გულით ალალად პადიდოთ ერთად, ანჩის ხატიცა და მარტყოფელიც. ახლა კი ჩემო ძვირფასებო, არ უღალატებ კვლავ ტრადიციას და კვლავ საინტერესო იგავს მოგაწვდით, რომელიც ასეთ შინაარს შეიცავს. ერთხელ ადამიანმა იპოვა არწივის კვერცხი და დაუდო იგი კრუხს. მართვე წიწილებთან ერთად იზრდებოდა და მათი მსგავსი ხდებოდა. კრიახობდა როგორც ისინი, იჩიჩქნებოდა მიწაში მატლების ზებნაში, აფართხუნებდა ფრთებს და გაფრენას ცდილობდა. გავიდა წლები. ერთხელ უკვე გაზრდილი არწივი ხედავს ცაში ამაყ ფრინველს. არაჩვეულებრივი გრაციოზულობით ის მიაპოვდა ჰაერის ტალღებს და მხოლოდ ხანდახან თუ დაიქნევდა ფრთებს. მოხიბლული არწივი შეეკითხა დედამისს, ვინ არის ეს? ეს არწივია, ყველა ფრინველთა მეფე, მოესმა პასუხი. ის მიეკუთვნება ზეცას, ჩვენ კი კრუხები და ქათმები მივეკუთვნებით მიწას. და აი ეს არწივი ცხოვრობდა როგორც კრუხი, რამე თუ თავისი, ასე ვთქვათ, ქათმური წარმომავლობის სჯეროდა. აი ჩემო ძვირფასებო, წეგან რაც ვისაუბრეთ ადამიანზე, მის დაცემაზე, მე მგონი, რომ იდენტური ამბავია აქაც. ჩვენ სხვა სამშობლოსკენ, ზეცისკენ ვართ მოწოდებული და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არასოდეს. და ჩვენი გონება მეტნაკლებად ყოველთვის შეძლებს დაგვარად ზეცისკენ უნდა იყოს მიპყრობილი, სადაც მოგველის უფალი და ჩვენი ნამდვილი ადგილ სამყოფელი. და ბოლოს დავასრულებ გადაცემას ლექსად თქმული სახარებით. მე ასე გადავწყვიტე ჩემო ძვირფასებო, რადგან ხელახლა ვიწყებთ ყველაფერს, ამიტომ მეც დავიწყებ ლუკას სახარებით, როგორც ყველაზე ვრცელი. ასე რომ თქვენს წინაშეა სახარება ლექსად თქმული, სიყვარულით მორთმეული. სახარება ლუკასი, თავი მესამე, მუხლები 23-დან 21-ის ჩათვლით. უწყოდე რომ შობილს ღვთისგან აქვს სხვა საქმე და მისია. ჩვილი დაყრმა ვერ ახსნისა თუ ასაკს არ მიიწია. თურმე სრული ასაკი არს 3 წელი, ამისთვისცა ამ ჟამიდან მსახურებას იწყებს ხსნელი. ფიქრობდნენ თუ ვისი ძე არს, ოდეს ესმათ ხმაი ზეცით, კაც ვხედავთ თუ მესია არს, ხორჩესხმული ჩვენთვის ღმერთი. ამ თემაზე გვესაუბრა ერთხელ მათე მოციქული, გაგვიგრძელებს მასვე ლუკა, ამბავი რომ იქნეს სრული. მათე გვითხრობს ადამიანიდან, ლუკა ღმრთიდან ადამიანამდე. ჭეშმარიტება კი იმ დროს 4 מחარებელსა ანდეს. წარმოშობისა ამბავი ჰურიათა ჰქონდათ რთული, მამა ძისთვის ითვლებოდა ხორციელად ანდარჯულით. უკვე თუ წარვიდოდა კაცი უშვილ ნაყოფ ძიროდ, მის ცოლთან კი ძმა რჩებოდა ძმას რომ თესლი აღუდგინოს.
არ ჩამოთვლი დაწვრილებით ვინ ვისი არის ძე და მამა მთავარი არის მონათხრობის არწმუნო და იქცა ამბად რომ მესიის წინაპარი დასაბამს აიღებს მათგან ვისაც სიტყვით წინასწარით ჩვენც მოგვითხოვ ღმრთისა ხალხმა ახლა ეჭვი წარმოშობის აღარ იყო აღარც ერთი ვის სახედვენ მხსნელსა სოფლის არის კაციც არის ღმერთიც ნათელს იღებს რათა ქვეყნად თვით განწმინდოს ყველა წყალი მიანიჭოს მადლი მხსნელად ასე არის ღვთის სამართალი საიხსნება მისთვის რათა დავიხსომოთ ჩვენსა ერთი ოდეს მისით ვიღებთ მადლსაცას განგვიღებს ჩვენსა ღმერთი და მოფრინავს ხარსა ერთვის ქათქათა და თეთრი მტრედი რომ სიწმინდით ამას გვეტყვის სძლიოთ თქვენთა სულთა მტრები სული წმინდას გაყავს ქრისტე განსაცდელად უდაბნოში უწყოდეთ რომ ჩვენც მოგვიწევს განცდა დღესაც ამა დროში აქ შეგვიწყვეთ თავის სათქმელს დღეს ლუკა მახარებელი ღმერთმა ყველა გაგახაროთ დღეის დღიდან 100 წელი აკურთხევდეს თქვენს მონაგებს ჭირნახულსა დამოსავლებს დორიმედონტი ტროფიმე საბა სამი დიდ მოწამე შეგეწიოთ მადლი დედის დღედაღამ თქვენთვის მლოცველის სიხარულად გეკცეთ ცრემლი ყოლა წმინდა ღვთის მშობელის რომ ირწმუნოთ მისი ძე არის ხსნელი თქვენი ერთადერთი რომ დღეს ვინც ნათელს იღებდა კაციც სრული არს და ღმერთიც მადლობ გლოცავ და მიყვარხარ